თბილისში გასამართი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დღეს მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომიტეტი აქტიურ საქმიანობას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე კი მჭიდრო ურთიერთობა ექნება იმ ფედერაციების ხელმძღვანელებთან, რომელ სახეობებში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიადა. 2012 წლის ბოლოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყება ოლიმპიური სოფლის მშენებლობა. პარალელურად კეთილმოეწყობა ყველა ის სპორტული ობიექტი, რომელმაც ოლიმპიადას უნდა უმასპინძლოს. ყოველ 6 თვეში საორგანიზაციო კომიტეტი მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოხსენებას დაწერს, ხოლო შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან სპეციალური კომისია ჩამოვა. თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური დირექტორის არჩილ გეგენავას განცხადებით, კეთილმოწყობის ყველა გრაფიკი შედგენილია და სამუშაოები დაგეგმილ ვადებში შესრულდება. ჩამოაყალიბეთ საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ თბილისში 2015 წელს ძალიან ღირსეულად უმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. სამუშაო შეხვედრები ჰქონდა ცხრა სახეობის ფედერაციის წარმომადგენლებთან და უკვე მაგალითად პროგრამებზე მუშაობთ. პირველი ნაბიჯი რაც იყო შეხვედრა თქვენთან იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა ისე ავაწყოთ, რომ მომავალში ყველა ის სიახლე და ყველა ის აქტივობა, რომელიც კომიტეტს ექნება, თქვენ დახმარებით ოპერატიულად მივაწოდოთ ქართულ საზოგადოებას და კონკრეტული დროის პერიოდში ესე იგი იქნება გაკეთებული კონკრეტული სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ჩამოვიდნენ ხოლმე კომისიები, ესენი შეაფასებენ ჩვენ მუშაობას და გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებას, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამ ხალა ფესტივალის ჩატარება ჩვენ ქალაქს პირველად უწევს და მაგათი დახმარება რა თქმა უნდა გვჭირდება.